კიდევ ერთი სკანდალური აუდიო ჩანაწერი და მიხეილ სააკაშვილის მორიგი რევოლუციური სცენარი. ხალხის მობილიზება, კარვების დადგმა, არეულობა, ძალადობა და ბიძინა ივანიშვილის სახლის ათვისება. როგორ გეგმავს ოდესის გუბერნატორი ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არჩევნების შემდეგ? რა დავალებებს აძლევს თანაგუნდელებს და როგორ ინაწილებენ როლებს ნაციონალური მოძრაობის წევრები? ნახეთ გიორგი კობერიძის რეპორტაჟში. 23 წელი სოხუმის დაცემიდან და გვირგვინები გმირთა მემორიალთან. ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. 300,000 დევნილი, 100,000-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეები. უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენის ქრონიკა და სოხუმის უკანასკნელ მცველთა მოგონებები დღეს 20:30-ში. საღამომშვიდობისა ის 20:30-ია, გადაცემის ნახვა 20:30-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ, გადაცემის მოსმენა კი რადიო უცნობის საშუალებით FM 98.1-სა და 1-ზე მე მაკაცინცაძე ვარ და 20:30 ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. იძრება თუ არა დღეს გავრცელებული ჩანაწერი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის საფუძველს და რამდენად შესაძლებელია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო მარათონიდან მოხსნა ირმა ინაშვილი უპასუხებს 20:30-ის შეკითხვებს ასევე დღეს. რა შეფასებას აძლევს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს მემარცხენე ალიანსის ლიდერის შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება და რატომ ადანაშაულებს შალვა ნათელაშვილს ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში იოსებ შატბერაშვილი დღეს 20:30-ში. რას უპირისპირებს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გეგმას, როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია და რას უნდა ელოდეს საზოგადოება არჩევნების შემდგომ 20:30-ის შეკითხვებს მანანა კობახიძე უპასუხებს. რევოლუციური სცენარი, ხალხის მობილიზება და კარვების გაშლა, სწორედ ამ გეგმაზეა საუბარი იმ აუდიო ჩანაწერში, სადაც სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრები საუბრობენ. ამავე მასალის თანახმად სააკაშვილი ბოკერიას გეგმას იწუნებს, რომელიც სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნას გულისხმობს და თანაგუნდელებს ბობუხიძის გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ჩანაწერის ავთენტურობას უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. ჩანაწერში მონაწილე პირები კი მონტაჟზე საუბრობენ. რა გეგმა აქვს სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, როგორია მათი რეაქცია ჩანაწერზე და ემთხვევა თუ არა ამ ჩანაწერის შინაარსი თავისუფალი ზონის ყოფილი წევრებისა და ოდესის გუბერნატორის საუბარს რევოლუციურ სცენარზე გიორგი კობერიძე დღის სკანდალური საუბრის დეტალებით. რევოლუციური სცენარი და სხვანაირი არ სხვანაირი მხოლოდ რევოლუციური სცენარი ეს არის გეგმა, რომელზეც ინტერნეტში გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი მის თანაგუნდელებთან ერთად საუბრობს. ჩანაწერში ოდესის გუბერნატორთან ერთად ისმის ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ლიდერის ხმაც. რადიკალური ზომების მიღებაზე საუბრობს პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც ახსენებს ლიბიის მოკლულ ხელისუფალს, მუამარ კადაფს და ჯოხებს. ამჯერ მოსკოვი აქ მოხდება კადაფი უნდა გამოაცხადოს და ჯოხი პრაქტიკულად გაიარო შენ ფიქრო და მე უკვე უმეტესობა ეგრე ფიქრობს. просто იმათაც უნდა იატაკაც ხოლში მოვადოთ ხეგრე ხო და ის რა ქვია თავი რუსთავი მოაწყვეტს. გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოუწოდებს აკაკი ბობოხიძის გეგმა გაიზიარონ. ეს გეგმა კი ამავე ჩანაწერის მიხედვით ითვალისწინებს ხალხის მობილიზებას, კარვების დადგმას და ჩანაწერში ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილის სახლის ათვისებაზეც. მე მგონია კაკოს და შექმნა გრუპა კაკო ესა რა ქვია ბეჟაშვილი ვიღაცები ვინც არის რადიკალური გაწმული და ვიდა უნდა შევაჯოთ მაგ თემას. ასე კაცი რუსთავის ხალხს აქვს ივანიშვილის სახლი არის ასეთი. და დაყო ფინანსები აფინალი უნდა მისცეს კაცი დღეში 2-3 თვიანი აქცია და დამჯდება 200 კაციანი კარვი. გადატრიალების დაგინოს მას აკრედიტების მონაცემები. ეს საკითხი შეიძლება გამოვიყურებთ უყურთ დამარცხებულები და ამიტომ კიდევ ბევრი ხალხის მობილიზება. არა მოგვიგებენ ყველა ვარიანტი მოგვიგებენ არჩევნებს. აკაკი ბობოხიძის გეგმისგან განსხვავებით ჩანაწერის თანახმად სააკაშვილისთვის მიუღებელია გიგა ბოკერიას შეთავაზება, რომლითაც თუ რევოლუციური სცენარი არ განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში ნაციონალურმა მოძრაობამ კოალიციის შექმნაზე უნდა იფიქროს. ბოკერად კი უნდა ყველაფერი სწორია რაღაც რევოლუციური სცენარისა ესე იძახის, მაგრამ მე იძახს რომ აი თუ რევოლუციური სცენარი გამოდის, ხონდა მოიმზადოთ მე კოალიციების, ვისაც კოალიციების უნდა მომზადოთ მოიმზადოს. მე არ ნესულიანობა ჩვენ ამზადა რევოლუციური ვითარებაში ჩავატაროთ არჩევნები.
მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს უნიჭო მონტაჟად აფასებს. მსგავსი განცხადებები გაკეთა ნაციონალურ მოძრაობაშიც. აკაკი ბობოხიძე, რომელსაც ამ ჩანაწერის მიხედვით რევოლუციის მოწყობის გეგმა აქვს, სააკაშვილთან მსგავს საუბარს საერთოდ უარყოფს. რევოლუციური სცენარის მოწყობას არ ადასტურებს არც პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც ჩანაწერში რადიკალური ქმედებების მომხრეა. ეს არის ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სუსის უკანონო ჩანაწერების რაღაცა მონტაჟი და კოლაჟი, შეკრიბეს ვიღაცა თავის ახლობელს ესაუბრება, ვიღაცა საერთოდ სხვა საკითხებზე ლაპარაკობს. მე საერთოდ კიევში ვარ და იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ იმ პერიოდში. როდესაც ცრუ იძახის მგელი მოდის და ერთ დღეს მგელი მართლა მოვა. რა თქმა უნდა დამონტაჟებულია, როდესაც ვამბობ, რომ არანაირი სატელეფონო საუბარი, არანაირი ლაპარაკი მიხეილ სააკაშვილთან ამ თემებზე არ შემდგარა. ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ ეს ჩანაწერები სავარაუდოდ გასულ წელს მომზადდა, როდესაც რუსთავიორთან მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობდა. შეკითხვაზე კი იმ პერიოდში განიხილებოდა თუ არა რევოლუციური სცენარის მოწყობა. გია ბარამიძე ასე პასუხობს. რუსთავი 2-ის აღებაზე როცა იყო და რუსთავი 2-ის დახურვაზე ძალადობრივად, ბუნებრივია რომ ჩვენ ვაპირებდით რუსთავი 2-ის დაცვას, ფიზიკურადაც იქ ვიდექით, ეს ყველამ კარგად იცის. ის რაზე ჩანაწერშია საუბარი თითქმის იდენტურია იმ საუბრის, რომელზეც თავისუფალი ზონისა და ნაციონალური მოძრაობის ციის ყოფილი წევრი ბესო კალაძე საუბრობს. კალაძემ თავისუფალი ზონის სხვა წევრებთან ერთად ორგანიზაცია გუშინ დატოვა. დიახ, ზუსტად ეს ის სცენარია, რომელზეც საუბარი მქონდა გუშინელ ბრიფინგზე მე. და სწორედ ამიტომაც თავისუფალი ზონის წევრები გავემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას. დიახაც განიხილება არჩევნების შემდეგ პიკეტირება სახელმწიფო უწყებების, ეს არის ძალოვანი უწყება. დღეს გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებთან რევოლუციურ სცენარზე საუბრობს, პირველი არ არის. გასულ წელს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში, რომელიც რუსთავიორთან გამართული აქციების პარალელურად გავრცელდა, სააკაშვილი ახსენებდა სისხლის ღვრას, ბარიკადებს და ძალის გამოყენებას. უნდა მოიხავე დაიწყოთ ამის მომზადება. რკინები ისინი მიიტანოთ, დააწყოთ. დროს ჩაოლებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ. იშოვეთ ბაივიკები, რომელიც დაიცავენ. საბოლოო ჯამში ეს სროლი დამთავრდება. საჭირო ეხა ფიზიკური და პირის უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს შეგვიძლია. უნდა იყოს წყვილპირის დანაყოფები და თუ გაისვრენ და გაისრონ. დღეს გავრცელებული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით გამოძიება უკვე დაწყებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად დაიკითხება ყველაფერი, ვინც აუდიო ჩანაწერში ფიგურირებს. დღეს 18 საათზე იყვნენ დაბარებული დაკითხვაზე აკაკი მინაშვილი და ნუგზარ ციკლაური, თუმცა არც ერთი მათგანი ეგრეთ წოდებულ მოდულის შენობაში არ გამოცხადებულა. მათ არც გამომძიებლების მიერ მიტანილი უწყებები ჩაიბარეს. თამარ ციკლაური იმყოფება ნაციონალური მოძრაობის ოფისთან და პირდაპირ ეთერში გვეტყვის, რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკითხვა. თამარ, მოგესალმები და გისმენთ. საღამომშვიდობისა. გამომძიებლები ნაციონალური მოძრაობის ოფისში რამდენიმე საათის წინ იმყოფებოდნენ, მათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ ციკლაურთან მოიტანეს უწყებები, რომლის მიხედვითაც ისინი გამოძიების პროცესში დაკითხვაზე ზუსტად 6 საათზე იყვნენ დაბარებულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თუმცა აკაკი მინაშვილმა და არც ნუგზარ ციკლაურმა დღეს ეს უწყებები არ ჩაიბარეს. მათი განცხადებით ისინი მზად არიან, რომ გამოძიების პროცესში ყველა კითხვას გასცემ პასუხი, თუმცა არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არამედ მათივე პარტიის ოფისში. ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ვიმყოფებით, თუმცა ამ დრომდე ნუგზარ ციკლაურისა და აკაკი მინაშვილის დაკითხვის მიზნით ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამომძიებლები არ მოსულან, არც აკაკი მინაშვილი და არც ნუგზარ ციკლაური არ წასულან დაკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მოგძანდით ნებისმიერ შეგიძლიათ ეხა დავიწყოთ გამოკითხვა. ეს არის ჩვენი უფლება, ჩვენ გვაქვს საქმე, ჩვენ ვზრუნავთ ქვეყანაზე, თქვენგან განსხვავებით, რომ იმის ნაცვლად რომ კიდევ ერთხელ უსაფრთხოებაზე იძულოთ მოქალაქეების და ქვეყნის ყოველდღურად ადამიანებს იტაცებენ. თქვენ აყალბებთ ზიხარ კომპიუტერებთან, აყალბებთ კიდევ ერთხელ მოგძანდით დავასრულე საუბარი. მზად ვარ ყველა შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი. ყველა შეკითხვაზე აბსოლუტურად, მაგრამ მიმაჩნია, რომ თქვენ აი ამ ქმედებებით ხელს უშლით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და პირადად მე როგორც მაჟორიტარ კანდიდატს იმისათვის, რომ ხელი არ შემეშალოს საარჩევნო კამპანიაში, რა მიზნასაც ისახავთ, როგორც ყველაფრიდან გაირკვა დღეს,
მობრძანდით აქ და ყველა კითხვაზე გაგცემთ მიზანი პასუხს. არის ის, რომ დაგიბაროთ მოწმისახით და გარკვეულ კითხვებს გასცეთ პასუხი. ჩემი აზრით, მიზანი არის რომ ამ კითხვებზე პასუხი გაიცეს. თქვენ უწყება. არა, თქვენ ჩაიბარეთ მომისმინეთ მოვიში რომ ჩაიბარებინა უწყება. ბატონმა ნუგზანმა უწყება არ ჩაიბარა. არაპირებ არა, არ ვაპირებ, იმიტომ რომ არ ვითამაშებთ. ჩვენ გვაქვს საქმე, ჩვენ ვართ საარჩევნო კამპანიაში, ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიცვალოს სიტუაცია საარჩევნო პროცესში, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, ნებისმიერ კითხვაზე შეგვიძლია პასუხი გავცეთ. მობრძანდნენ აქ, თუნდაც აეხლა ორი გამოძებელი აქ არის და ნებისმიერ კითხვაზე გავცემთ პასუხს. მე მათ ვეუბნები, რომ მზად ვარ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გავცე პასუხი, მათ შორის იმ ბოდვაზეც, რომელიც ამ უწყებამ დღეს გამოაქვეყნა და ვეუბნები, რომ მობრძანდნენ აქ, დაველოდები და გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს. ჯერჯერობით უცნობია მოვლენ თუ არა გამოძიებლები ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნუგზარ ციკლაურისა და აკაკი მინაშვილის დაკითხვის მიზნით, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებული განცხადების მიხედვით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების პროცესში დაიკითხება ყველაფერი, ვინც ამ აუდიო ჩანაწერში ფიგურირებს. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების პროცესში ექსპერტიზა ჩაუტარდება თავად ამ აუდიო ჩანაწერებს და მოხდება ხმების იდენტიფიცირება, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ ქვეყანაში რაიმე სახის დესტაბილიზაციას და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონდაზორის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა. აღნიშნულ აუდიო ჩანაწერებზე დაინიშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ ციკლაურს. სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები გაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში გამოძიების ინტერესების მიხედვით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას. მადლობა. პირდაპირ ეთერში თამარ ციკლაური გვერდთვებოდა. გავრცელებული ჩანაწერები და პოლიტიკური სპექტრის შეფასება, ვინ რაზე აკეთებს აქცენტს. პოლიტიკოსთა ნაწილი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვებაზე საუბრობს, ნაწილი საუბრის შინაარსში დანაშაულის ნიშნებს ხედავს. ამ მრჩეველმა საკუთარი არჩევანი მხოლოდ საარჩევნო ყუთთან უნდა დააფიქსიროს. ყველა სხვა გზა არის არალეგიტიმური. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასება. ანა ბროლაძე გვერდება პირდაპირ ეთერში დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკური სპექტრის შეფასებებით. ანა, მოგესალმებით და გისმენთ. საღამოს მშვიდობისა. გავრცელებული ჩანაწერები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი ნამდვილობა დაადგინოს და დაიწყოს გამოძიება. ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. ნინო ბურჯანაძემ კი გაიხსენა, რომ 2006 წელს ირაკლი ბათიაშვილი კოდორის ხეობაში გამაგრებულ ემზარ-კვიციანთან სატელეფონო საუბრის გამო ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს. გავრცელებული საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, პატრიოტთა ალიანსი ითხოვს, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც სახელმწიფო გადატრიალებისა და რევოლუციის დამგეგმავი პარტია საარჩევნო პროცესიდან მოიხსნას. ბურჭულაძის კოალიციის წევრი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ჩანაწერების ავთენტურობის დადგენამდე ნებისმიერი სახის კომენტარი ამ ჩანაწერის შინაარსზე არის სპეკულაცია და ჩანაწერის გავრცელებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს. ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას ცდილობს, თუ რაც ცუდია ნაციონალური მოძრაობა. პარლამენტის თავმჯდომარე კი ელის, რომ არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში საზოგადოება ბევრი ისეთი ფაქტის მომსწრე გახდება, რაც ქვეყანაში ემოციურ ფონს გაზრდის. ვიღაცას აქვს იმედი, რომ ამ ემოციური ფონით მიაღწევს წარმატებას. იმისთვის, რომ ყველას, ვისაც აზრად აქვს რაიმე დესტაბილიზაცია, ან ყველას, ვისაც აზრად აქვს, რომ ამ ფონზე შეიძლება წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა უთხრათ ძალიან მყარად, რომ ამ დღეების განმავლობაში ვიქნებით განსაკუთრებით ჭკუადამჯდარი, განსაკუთრებით გონიერებით ახსილნი და ემოციებს და რაღაც ამ ტიპის ტემპერატურის აწევის ცდელობებს არ დავექვემდებარებით. იმიტომ რომ ჩვენი მომავლისთვის უნდა გავაკეთოთ არჩევანი 8 ოქტომბერს და არა წარსულისთვის, რომლის სხვადასხვა გამოვლინებები ჩნდება ხოლმე ამ დღეებში ვიდეოებით თუ აუდიოებით თუ არ ვიცი განცხადებებით და ასე შემდეგ. აშკარად აქ არის დანაშაულის ნიშნები, ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვ
უსაფრთხოების სამსახურებისგან ჩვენი ქვეყნის, რომ გამოძიება ჩაატარონ ობიექტურად და რეალობა გააცნონ ქართულ საზოგადოებას. ბუნებრივია, ასევე აღნიშნავ იმას, რომ არანაირი დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში არ მოხდება, იმიტომ რომ ქართულ ხალხს, საზოგადოებას მობეზრდა დაძაბულობა, მობეზრდა დაპირისპირება ჩვენ და ხალხი და საზოგადოება არანაირ არეულობას არ დაუშვებთ. 7 გარემოში ჩატარდება არჩევნები, მე ამაში დარწმუნებული ვარ და ქართული ხალხის ხმა იქნება დაცული საარჩევნო დღეს. ჩვენ ყველას გვახსოვს ირაკლი ბათიაშვილი ერთი სიტყვისთვის გამაგრდითო მხოლოდ ამ სიტყვისთვის ციხეში როგორ გაუშვა მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ ერთადერთი ძალა ამას ვიტყვი პირდაპირ რომელსაც შეუძლია ნაციონალური მოძრაობის ჭირი ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს საქართველოს ეს ვართ მე და ჩემი თანაგუნდელები სანამ გამოძიება არ იტყვის კონკრეტულ სიტყვას ნებისმიერი შეფასება საუბრის შინაარსთან დაკავშირებით მიმაჩნია სპეკულაციად და ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოქვეყნებული არის სწორედ სპეკულაციისთვის. და კიდევ ერთხელ ხას უსვავ, ამ ჩანაწერს აქვეყნებს ქართული ოცნება მარტივი მიზეზის გამო. ჩემზე ცუდები არიან ისინი, ხმა მომეცით მე თუ არ გინდათ რომ საფრთხე დაემუქროს ქვეყანას. ნებისმიერი რევოლუციური სცენარი ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ეს უკანონო ჩანაწერები, რაც გამოქვეყნდა დღეს, ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი მიზანია ნაციონალურ მოძრაობაზე ნეგატივით როგორმე ხმები მოიპოვოს, მაგრამ მინდა ერთი რამ უთხრა. ორპოლუსიანი პოლიტიკა საქართველოში ჩაბარდა წარსულს. სააკაშვილის დაანონსებული რევოლუციების არავის არ ეშინია. ცნობილია, რომ ის არის ავადმყოფური იდეებით შეპყრობილი ადამიანი და ცურავს ეხა და ტივტივებს მის ფანტაზიებში. ის რაც მოვისმინეთ, ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რევოლუციის მოწყობა, პირდაპირი დაგეგმვა ამ რევოლუციის, ამიტომ როგორ უნდა მოიქცეს ქართველი საზოგადოება? ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, ეხლავე უნდა მოვითხოვოთ ნაციონალური მოძრაობა გამოეთიშოს არჩევნებს სამართლებრივად უნდა მოხდეს ამისი არგუმენტირება. ერთმა უნდა შეგვაშინოს მეორეთი, მეორემ პირველით. შესაბამისად, მთელი ეს ვაკხანალია ჩანაწერების და საუბრების ემსახურება ამ მიზანს, რომ აი, არ გინდივართ, მე მოვა უარესი. იმისი დარეკვებიც აქვს ემსახურება ამ მიზანს, რომ აი, მე ფეხზე ვდგავარ, მაგრად ვარ და ჩემი პარტია, ალბათ თქვენ იცით, მაგრად იყავით. ეხლა იმან რო არ ეკოს და აქ ასეთი განცხადებები არ აკეთოს, პარტია დაიშლება საერთოდ, იმიტომ რომ ისედაც არ არის ლიდერი აქ. შესაბამისად, ეს მთელი ვაკხანალია არის ივანიშვილის სააკაშვილის ინტერესებში. ნაციონალური მოძრაობა ბინძური საქმეების მოფიქრებაში შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, მაგრამ მას პროვოკაციები არ გამოუვა. ასეთი იყო პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის შეფასება. მმართველი პარტიისა და მთავრობის წევრები ამბობენ, რომ დღევანდელი აუდიო ჩანაწერით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაზეც ისინი დიდი ხანია საუბრობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა რევოლუციური სცენარისთვის ემზადება. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების არაკანონიერ გეგმებს თავისუფალი ზონისა და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა წევრების გუშინდელი გადაწყვეტილებაც ადასტურებს 10 ადამიანი პარტიას იმის გამო გაემიჯნა, რომ მიხეილ სააკაშვილს მათი რესურსის გამოყენება არეულობისთვის სურს. არავის არაფერი არ გამოუვა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არჩევნების მშვიდობიან პირობებში ჩატარება. ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში ვიღაცეებმა რაღაც გადატრიალებების სისხლისღვრა მოაწყონ, თუმცა ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ჩანაწერები, თუნდაც გუშინდელი თავისუფალი ზონის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები და სხვა ძალიან ბევრი ინფორმაციები მოდის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი აქვთ იმისა, რომ ქვეყანაში მოაწყონ გადატრიალება, რადგან იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ერთადერთი გამოსავალ გზას, რასაც ისინი ხედავენ, ეს არის დესტაბილიზაცია. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაზეც საუბრობდით ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ნაცმოძრაობის ოფისებში ლიდერების მხრიდან იგეგმება პროვოკაციები, იგეგმება დესტაბილიზაცია, თუმცა ჩვენი ხელისუფლება სრულად ფლობს ვითარებას, სრულად ფლობს სიტუაციას და ჩვენ ნამდვილად არ მიცემთ არავის იმის საშუალებას, რომ არეულობა შემოიტანონ საარჩევნო პროცესებში ზოგადად ქვეყანაში. ნაცმოძრაობა შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი მოფიქრებაში, ასეთი ბინძური საქმეების, თუმცა ამ ყველაფრის აღსრულების რესურსის შეასრულება მარგინალურ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. ამის გარანტია არის ქართული ოცნება. რაღაცა დეტალებს იქ აუცილებლად ვეთანხმები, ის რომ ნაციონალურ მოძრაობამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს, ეს ფაქტია. ის რომ ისინი ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას
ყველა ხერხით, ამასაც რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ადასტურებს. თუმცა მე მინდა მათ შევახსენო, რომ დღეს არ არის 13 წლის წინანდელი საქართველოს, ეს არ არის 13 წლის წინანდელი სუსტი ხელისუფლება და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ძალოვანი სტრუქტურები და შესაბამის სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან კონსტიტუციური წესრიგი. ნაციონალური მოძრაობა ეს არის ერთი კრიმინალური ბანდა, კრიმინალური ლიდერით სათავეში. ეს ვიცოდით ყოველთვის ამის უამრავი მტკიცებულება არსებობდა, დღევანდელი ჩანაწერებით ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ძალიან კარგად უწოდა სააკაშვილს მისმა მეუღლემ, როცა შეადარა თხუნელას, რომელიც რაღაც გვირაბებს თხრის, ოღონდ გვირაბებს კი არ თხრის, ეს ადამიანი თავის მოძრაობას უთხრის საფლავს, სხვა არაფერი. ქვეყნისთვისაც იგივე უნდა ყოფილიყო, ქვეყნისთვის არ გამოვა და ნაციონალური მოძრაობისთვის გამოვიდა. ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა საარჩევნო ყუთებზე გადის, ნებისმიერი სხვა გზა არალეგიტიმურია. ასე უპასუხა ამერიკის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტების შეკითხვას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დიპლომატმა თქვა, რომ მას ჩანაწერები არ მოусმენია, მაგრამ მთავარი არჩევნებზე უზრუნველყოფილი იყოს ქართველი ხალხის ნება. კიდევ ერთმა დიპლომატმა ევროკავშირის ელჩმა იან შერმანმა განაცხადა, რომ სხვა დამკვირვებლებთან ერთად ევროპელები თვალსადევნებენ საქართველოში წინა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას. ჩანაწერის გავრცელებაზე დღეს განცხადება გააკეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებმა საუბრის ნამდვილობა დაადგინონ და კითხვებზე გასცენ პასუხი. ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული მასალების გამოძიებისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს. გიორგი მარგველაშვილის პოზიცია ჟურნალისტებს მისმა სპიკერმა გააცნო. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ პოლიტიკური განწყობის შესაქმნელად ამათ იმ ჯგუფებს ჭირდებათ ფარული ჩანაწერების გამოყენება და შემდეგ უკვე გავრცელება. არაერთხელ მოუწოდა მან უკრაინის მთავრობის წარმომადგენელს ჯობესია თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისაგან და ძალიან კარგი იქნება თუ ასევე თავშეკავებასაც გამოიჩენს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესის არჩევნებში რაღაც გარკვეული დაძაბულობის მუხტის შეტანისგანაც. მასალის მოპოვების, ავთენტურობის, ჩანაწერის გავრცელების მიმართ, როგორც ამ შემთხვევაში, ისევე სხვა შემთხვევებში ყოველთვის არსებობდა კითხვები და საზოგადოებას აინტერესებს, როგორ ხდება ასეთი აუდიოს ჩანაწერების თუ კი ისინი სინამდვილეს შესაბამება მოპოვება და თუ არ შესაბამება სრულად სინამდვილეს, როგორ ხდება მათი მონტაჟი და შემდგომ უკვე განთავსება ინტერნეტ სივრცეში. ზოგადად ინტერნეტ სივრცეში ამ ბოლო დროს გავრცელებულ სხვადასხვა ტიპის ჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოებას მედიასაც აქვს ბუნებრივია კითხვები და ამ კითხვებზე არის სწორედ საუბარი. არ მომისმენია ჩანაწერები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ. ვფიქრობ, მთავარია, რომ ყველამ უნდა მიმართოს ძალისხმევა ისეთი არჩევნების ჩასატარებლად, რაც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ნების პატივისცემას. ამისთვის საჭიროა მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, სხვადასხვა საკითხზე მრავალი დებატით. ვფიქრობ, წინასაარჩევნო გარემო ძალიან კარგია და ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა საარჩევნო ყუთებზე გადის. ნებისმიერი სხვა გზა არალეგიტიმურია. ჩვენ ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მშვიდი წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების მშვიდი და უსაფრთხო დღის უზრუნველყოფაზე, რომ ქართველ ხალხს ყავდეს ის მთავრობა, რომელიც სურს. ნებისმიერი სახის დაშინება პოლიტიკური პარტიებისა ან მთავრობის მიუღებელია და როგორც აღვნიშნე, უნდა მივცეთ ქართველ ხალხს შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი ნება საარჩევნო ყუთებთან. ნებისმიერი სხვა გზით მოპოვებული ძალაუფლება იქნება არადემოკრატიული და მიუღებელი. ჩვენ სხვა მონიტორებთან ერთად თვალს ვადევნებთ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და ვხედავთ მათ შეფასებებს. ევროკავშირის დამკვირვებლები აკვირდებიან საარჩევნო პროცესს. პირადად არ მსურს დამატებითი განცხადებების გაკეთება. ჩვენ ასევე დაველოდებით დამკვირვებელთა საბოლოო შეფასებას. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გაგრძელდეს თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად, რაც ლეგიტიმურ შედეგს მოგვცემს. ხელისუფლება ამბობს, რომ მათი მიზანია არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას საკუთარი ხედვა გააცნოს. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღეა დარჩენილი. მადლობა, პირდაპირ ეთერში ანა ბროლაძე გვერდთვებოდა. მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების საუბრის ჩანაწერის გასაჯაროებას გამოხმაურება მოხდა საზოგადოებასა და უფლებადამცველების მხრიდანაც. მოქალაქეების ნაწილი უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბა, სადაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ქმედებები გააპროტესტეს. დეტალებს ლიკა ალელიშვილი გაგაცნობთ. ლიკა, მოგესალმები და გისმენთ. დიახ, მას შემდეგ რაც ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებთან საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, საზოგადოების ნაწილი საქართველოში უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესში ჩარევას აპროტესტებდნენ. იქ შეკრებილი მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან უკრაინის ტერიტორია ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზების პლაცდარმად არ უნდა იქცეს. აქციის მონაწილეებთან საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გავიდა.
პირადად თქვენ როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზეა? პირადად მე ამას ნეგატიურად ვაფასებ. ჩემი პირადი მოსაზრება ამაზე რა თქმა უნდა ნეგატიურია. სურს კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ მე დღეს თქვენსავით ემოციური ვარ. მხოლოდ ერთი მიზეზით. მე არასწორად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეფასებას ვაძლევთ მოვლენას. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დამნაშავეა ადამიანი თუ არა. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ ხდება არანაირი რეაგირება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. არც უარყოფა, არც გარკვეული გარანტიები, არც დიპლომატიურ დონეზე, არც სახალხო დიპლომატიის დონეზე არანაირად ისინი არ იზღვევენ თავს თქვათ იმისგან, რომ მათი მოქალაქე, მათი ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ არის ჩართული იმ პროცესებში, რომელიც იგეგმება საქართველოს ტერიტორიაზე. გარკვეული სახით გაგრძელდება საპროტესტო აქციები მანამ, სანამ უკრაინის ოფიციალური ხელისუფლება თუ პრეზიდენტი არ გააკეთებს ოფიციალურ რეაგირებას იმაზე, რომ დღეს უკრაინის მოქალაქე და საქართველოში ძებნილი სააკაშვილი გეგმავს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩანაწერის გავრცელებამ პროტესტი გამოიწვია ყოფილ პატიმრებშიც. ისინი მიიჩნევენ, რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეთაურობით ძალადობრივი რეჟიმის გაგრძელებას გეგმავს. ყოფილი პატიმრები ხელისუფლებას დროულად მოქმედებისკენ, საზოგადოებას კი ყოფილი ხელისუფლებისგან გამიჯვლისკენ მოუწოდებენ. როგორც ჩანს, ოდესელი ბიჭი პირდება ბევრ ფულს საქმის გაკეთებას, როგორც თავის დროზე გვამები შეკვეთებს იძლეოდნენ, იგივე მეთოდით აპირებენ მოსვლას. ფული აქვთ, საქმის გამკეთებელი უნდათ, ხალხი ზოგი შეიძლება ფულით გამოიყვანონ, ზოგი მოტყუებით, მაგრამ მე არ ამგონია, რომ საქართველოს მოსახლეობა დაუშვებს იმას, რომ მოძალადე ხელისუფლება ისევ დაბრუნდეს სათავეში. ის ჩანაწერები, რომელიც სულ ახლახანს გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, შეიცავს დანაშაულებრივ სქემას, ანტისახელმწიფოებრივს, რა თქმა უნდა, ესენი სწორედ ის ხალხი არიან მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და თამადობით, რომლებთან მიზანი ყოველთვის იყო დესტაბილიზაცია და არეულობა. ბატონი თეთრაძის, ბატონი მოლაშვილის და ეს არის იმ ხალხის მცირე ჩამონათვალი, რომელიც მე ხელთ მაქვს, რაც იმ წლებში ხდებოდა. აქ არის გირგვლიანის გარდაცვლილი, როდესაც აიყვანეს ოქროყანაში და აწამეს, შეგედათ მისი გარდაცვლილი სურათი. ეს არის ამ ნაციონალური მოძრაობის სახე, რომლებიც მათთვის ღირებული არ იყო ადამიანის სიცოცხლე და ყველანაირი მეთოდებით უსწორდებოდნენ მოქალაქეებს. ეს პიროვნებები არიან მიჩვეული უკანონო გზით, გადატრიალებისა და რევოლუციის გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების. აქედან გამომდინარე, მათ მართვის სხვა ფორმა მისაღებად და დასაშვებად, რომ ჰქონოდათ, ისინი არც 2003 წელს არ მოახდენდნენ რევოლუციას. ამ ჩანაწერს ირაკლი ბათიაშვილიც გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის იყო დაპატიმრებული. იურისტ სოფო ხორგვანის განცხადებით კი შესაბამისმა უწყებებმა ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დროული რეაგირება უნდა მოახდინა. ხარი, რა თქმა უნდა, წინადადებები, რომელიც ეხება რომ როგორც კადაფსისე უნდა მოვექცეთ ბიძინა ივანიშვილის სახლი ასათვისებელია და ესე იგი გამუდმებით ლაპარაკი ამ რევოლუციურ სცენარზე, რომელიც რა თქმა უნდა ცხადია გამოსაძიებელია, პანიკაში არავინ არ უნდა ჩავარდეს და ერთი რამე უნდა ვიცოდეთ რა, ჩარხს უკან ვერავინ ვერ დააბრუნებს. ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ ეს ბნელი წარსული უკან დაბრუნდეს. რა სამართლებრივი შედეგით დასრულდება, ანუ სადამდე მივა გამოძიება, ამაზე რთულია დღეს რაღაც ესე პირდაპირ საუბარი. აქ მთავარი უხერხულობა, რასაც ახლა ვუყურებთ, აი ავთენტურობასა და ყველაფერს თავი დავანებოთ, რასთან გვაქვს საქმე, არის ის, რომ ერთ-ერთი ჩართულია ადამიანი, რომელიც არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და სხვა ქვეყნის თანამდებობის პირი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკუთარ თანაგუნდელებთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან საუბრის ჩანაწერი დღეს გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია რევოლუციისა და დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმაზე. მადლობა, პირდაპირ ეთერში ლიკა ალელიშვილი გვერდთვებოდა და დღის ასევე უმნიშვნელოვანესი თემა.
ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად საქართველოს 300,000 დევნილი, 100,000-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა მიიღო. 1993 წლის 27 სექტემბერს უკვე წართმეულ სოხუმში მხოლოდ რამდენიმე ათეული ქართველი მებრძოლი იმყოფებოდა. სოხუმის უკანასკნელი მცველების ნაწილი დღეს გიორგი მანჯავიძემ, ლაშა მამულაშვილმა და ლაშა ნატროშვილმა მოინახულეს. ჯვართან აღლებაა დღეს. 23 წლის წინ დღეს ჯვარსაც სვეს ჩემი ქვეყანა და სისხლი დღესაც ზდის. სადახართ სოხუმის ბოლო დამცველებო, თქვენი ახალგაზრდობა, უშიშარი თვალები და ბუღმიანი სახეები მომენატრა. დავით თევზაძე. სოხუმში რომ ბომბი ვარდებოდა, ვერავის ვერ მატყობდა, იმიტომ რომ არ მქონდა მაგის უფლება ემოციის და მე ის ბომბი გულზე მეცემოდა პირდაპირ. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს ქალაქი ამის ღირსი არ იყო. არანაირად. სარკისიანი გრანტი, მეძახიან ჯინოს. ზაზა ჩადუნელი ზედმეტსახელად წნევა. გეგელაშვილი ირაკლი მეტსახელად სიზბარა. დავით ცინცაძე. შედრეთი სახელძარბი დახოდი. ოჩას დამონიზი. ვიცე-პოლკოვნიკი გელა ათაკიშვილი ზედმეტის სახელი პაკიბოკა. ლაშა ქართველიშვილი სოხუმში ომში ბასტის მეძახნელი. ბრძოლის დეტალებს იშვიათად იხსენებენ. წელიწადში რამდენჯერ მეიკრიბებიან. მაშინ 19-20 წლის ბიჭები იყვნენ. 1993 წლის 27 სექტემბერს უკვე წართმეულ სოხუმში მხოლოდ რამდენიმე ათეული ქართველი მებრძოლი დარჩა. ისინი სოხუმის უკანასკნელი მცველები იყვნენ. აბსოლუტურად ყველა ქვედანაყოფა მაქსიმალური გააკეთა, რომ სოხუმი როგორმე დაეცვა. უდიდესი ტკივილი და უდიდესი სინანულია ჩვენთვის, მეომრებისთვის, მებრძოლებისთვის, რომლებიც უშუალოდ იქ ვიყავით, ვიბრძოდით და რაღაცა დაგვრჩა მაინც გულში, რომ ჩვენ ალბათ რაღაცა დავაკელით, ალბათ ბოლომდე მაინც ვერ დავიცავით. მე ახლა სომეხი ვარ ეროვნებით და ჩემთან ერთად იყვნენ ეგეთი როგორც რიზაევი იყო ეგ თემურა ჩემი ძმა, იქ დავძმაკაცდი ჩვენ. მე გიორგი წოპეს ვეძახოდით, ოსი იყო ეროვნებით. ბევრი ვიყავით ეგეთი რა, რომელიც არა ქართველები ვიყავ, მაგრამ ჩვენი სამშობლოა და ჩვენი მიწა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ყველაფერი კი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აი ჩვენი ბიჭები რო დაღუპულები რო იყვნენ მაგ დროს რა და ვერც ვტიროდით, ვერც ახლა ბატონმა გია ყარყარაშვილმა მაშინ ბრძანება მოგცა რომ ჯერ დავასაფლავოთო და მე ბრძანებამ ესა გაგვაგებინეს რომ გემები მოდის რომ გვამები უნდა გაგვიყვანა. აი იგი იყო ყველაზე დიდი საშინელება. რაღაც აი შეგრძნება მქონდა ძალიან ისეთი რომ აი სხვანაირი იმით ვიყავით მებრძოლები სულ ყველა წასულები რომ მინდოდა რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ძლიერი რა და აი გარ გამოგვივიდა. ომის პერიოდში რუსეთის შუამდგომლობით სამშვიდობო ხელშეკრულება აფხაზებთან ორჯერ გაფორმდა. თუმცა ორივეჯერ რუსეთის დახმარებით დაირღვა. 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სოჭის 27 ივლისის შეთანხმება დაარღვია და რუსული რეგულარული არმიისა და ჩრდილოკავკასიელთა შენაერთების დახმარებით სოხუმზე მასირებული იერიში განახორციელა. უკვე სოხუმში 27-ში დილით მე დავიჭერი ცხრის ნახევარზე და გული მტკიოდა რომ სოხუმი ეცემოდა. უკვე გძნობდით რომ სოხუმი ეცემოდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ისინი შემოსულები იყვნენ. ალყა იკვრებოდა და სოხუმში უკვე ტრაგედია ფაქტიურად გარდაუვალი იყო. სეპარატისტებმა მინისტრთა საბჭოს შენობაში გამაგრებულთა აყვანა და შემდგომ დახვრეტა ღალატით მოახერხეს. ძალიან ძნელია ამაზე ლაპარაკი რა. ძალიან ძნელია ის წუთები გავეხსენო. ის დაღუპული ბიჭები გავეხსენო, ძალიან ძნელია. სოხუმის დაცემიდან 23 წლის შემდეგაც არ არსებობს ზუსტი მონაცემები და პასუხი შეკითხვაზე. 1992-93 წლებში ორივე მხრიდან რამდენი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. ამ დრომდე უცნობია ორივე მხარეს დაღუპულთა საფლავების ზუსტი მდებარეობა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა. აი რაღაც
სხეულის მკვნეული ნაწილს რო წაგართმევენ, ეხლა ზოგისთვის გული იყო, ზოგისთვის რავი ისეთი მკვნეული ადგილი თქვა და ღვიძლი, ზოგისთვის აი რაღაც სული, გული, ყველაფერი რა. ძალიან ისეთი, ჩამოგვაჭრეს ნაწილი რა, მაგრამ იმედია ღმერთის ხალობით ყველაფერი დაბრუნდება რა. მე ბებიაც, ბაბუაც, ბიძაც, ძმისშვილიც, ბიძოლაც, ბიძაშვილი ყველა იქ მარხია. 23 წელი ერთხელ ვერ გავედი საფლავზე. ეს მე მაწუხებს. დღეს 27 სექტემბერია. 23 წელი შეწყვეტილი ურთიერთობიდან. აფხაზეთის კონფლიქტი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. ხალხმრავლობა იყო თბილისში გმირთა მემორიალთან, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 27 სექტემბერი არის საქართველოს უახლეს და არა მხოლოდ უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღი. მისი თქმით, მთავარი, რასაც ყველა აცნობიერებს, არის ის, რომ ეს იყო ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ და ამ ომს მისი თქმით გამარჯვებული არ ჰყავს. როდესაც დიდი შემოტევა იყო, მეგობარს უთქვია გავიქცეთო და სად უნდა გავიქცე, ბიჭები მყავს გამოსაყვანიო, ალყაშიო და თურმე მოდენილ BMP-ს წინ აღუდგა თავისი მეგობრები რო ეხსნა, თვითონაც აფეთქდა და BMP-ც ააფეთქა თურმე. იმ დღის შემდეგ უგზო-უკლოდ დაკარგულის დედა ვარ. დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვაშუშოთ ეს იარები, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად ვიაროთ ნაბიჯ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც ჩვენ გქონდა. ამ ტრაგიკულ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ძმათამკვრელი ომის მსხვერპლს, იმ ადამიანებს, ვინც დაიღუპა ამ ტრაგიკულ ომში. და გვაქვს იმედი და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ერთიანი ძლიერი საქართველოს შექმნა და გაერთიანება ჩვენი ქვეყნის იქნება შედეგი ჩვენი მშვიდობიანი ერთმანეთისკენ მიმართული ემოციისა და მუშაობის. ის იდეა ერთიანი ძლიერი საქართველოსთვის, ვისთვისაც მათ თავი გაწირეს, ჩვენ უნდა უერთგულოთ და ვემსახუროთ. ამიტომ მე ღრმა მწვავს, რომ ჩვენი თაობა შეძლებს საერთო ენა გამოვძებნოთ აფხაზებთანაც, ოსებთანაც და ჩვენი ტერიტორიული სხეული გავამთლიანოთ. 27 სექტემბერი ეს არის ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში, სოხუმის დაცემის დღე. მე კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგოთ ყველა დაღუპულ გმირებს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი სულები ყოველთვის ნათელში იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით და მათ ოჯახებს მაქსიმალური ყურადღება თითოეული ჩვენთანანის მხრიდან. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ. ფონდ ქართულს მეორე დიდი საჩუქარი ეროვნულ მუზეუმს, ფიროსმანის შველი წყლისპირას ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. როგორ გადადიოდა მფლობელიდან მფლობელის ხელში ქართული მხატვრის შედევრი და როგორ აღმოჩნდა სოთბის აუქციონზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა 629,000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. გენო სიღმაშვილი კი ამბობთ. 1 ოქტომბრიდან ყველა სილამაზი სალონი და ესთეტიკური ცენტრი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. უზრუნველყოფს თუ არა C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი პროექტი ინფექციების პრევენციას. სანქციები გატარდება რეგისტრაციის მიღმა დარჩენილი ობიექტების მიმართ და როგორი ესთეტიკური ცენტრების ხელმძღვანელთა პოზიცია. ნახეთ ნათია ხართიშვილის რეპორტაჟში.